სამი რამ, რაც ქუთაის დანარჩენი მსოფლიოსგან გამოარჩევს. ჩახვალდა კიდე მასპინძელი ხარ აი ხალხი პატიოსანი ხალხი თუ გავუგებ ხვდები რომ მართლა უნიკალურია ძელდება ამ ქალაქის არსებობა წამითაც რომ გახვიდე და დატოვე უკან მოუხედავად აი წამით რომ შემოვიდეს უკვე მონატრებელია ესეთი ხალხი ქუთაისში ყველაფერი არის ერთმანეთის გვერდში დგომით და არავითარი გამორჩენა. აი რა გამოგახვა. რა ვიცი, უფლის ქალაქია, ბაგრატი გვაქვს, რომელიც ძალიან უძველესია, გელათი გვაქვს, რომელიც აღმაშენებელმა აღაშენა. აი ეგეთი ქალაქია, თითქოს შემოხვალ და გიღებს რაღაცნაირად შენია. ქუთაისი ჯვიფასია. ყველა ჯობია ქუთაისი. თუმცა მოგყვებოდა არ ჩაწერეთ. აი ასე. ეს პიპერანტი მე თვითონ შეუკერესავდეს. ეს ღილი იყო აი ეს. ამ ეპიზოდში ვაპირებთ გავარკვიოთ რა ქმნის ქუთაისს. ეხლა გვირილობა არის, ქუთაისობა არის და საუკეთესო შანსი არის ამის გასარკვევად. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, ზუსტად ვიცით, სად უნდა მივიდეთ, რა უნდა გადავიღოთ, რა უნდა დავაგემოვნოთ, მაგრამ ქუთაისის ეპიზოდი ცოტა საარისკო ამბავიაო გამაფრთხილეს ჩამოსვლამდე და სწორედ ამიტომ პირველ რიგში ვაპირებთ, რომ თვითონ ქუთაისელებს ვკითხოთ და დაგვიგეგმონ ჩვენი ეპიზოდი. რა არის სამი რამ, რაც ქუთაისს გამოარჩევს დანარჩენ მსოფლიოსგან? უპირველეს ყოვლისა, რომ ის ქუთაისია და სუფთა ქალაქია, ეროვნების მიხედვით, ქუთაის ვის ერთხელგაულია, ეს არის სიყვარულის ქალაქი. მესამე ის, რომ რა ვიცი, უფლის ქალაქია, ბაგრატი გვაქვს, რომელიც ძალიან უძველესია, გელათი გვაქვს, რომელიც აღმაშენებელმა აღაშენა. ქალაქის ცენტრი, რომელიც ახლა ბაღია და ადრე ეკლესია იყო, მოედანი, რომელშიც ეკლესია იყო და ახლა არ არის და ფანტანია. თითქმის ყველა მუზეუმია. ადგილი ძირითადად ძალიან ძველი, არც ერთი არ არის, თუ არ ჩავთვლით, აქ იყო სავაჭრო ცენტრები ადრე და აქ იყო სამხედრო ბაზა, სულ ძველი აი ამ ადგილას, სადაც მოედანი იყო, აქ იყო გაშენებული სამხედრო პოლიგონი. რა გამოარჩევს ქუთაისს დანარჩენი მსოფლიოსგან? მსოფლიოსგან სილამაზე. კიდე აი სამი რამე მითხარი. ნუ ერთი მე ვთვლი, რომ ადამიანებიც, სილამაზეც და ურთიერთობა ადამიანებში ურთიერთობა როა, ურთიერთობა არსად არის. აი მსოფლიოში. დამიგეგმე, ხა დღეს ჩამოვედი თბილისიდან. სად წავიდე, რა ვნახო, რა ვჭამო, რა გავსინჯო? მითხარი, აი როგორც ქუთაისელმა ძირძველი რაღაცები მინდა რა, აი რა გადავიღო, რა დავაგემოვნო, რა ქუჩებზე წავიდე. ძირძველი უნდა გავხვიდე, აგერ იმაზე რა ქვია, თეთხისძე. აგერ ბიგენტი ასაკაბაბეს ძირძველი. კარგ გეგმას მიყვები. მაგის სანახავად უკვე ადი ბაგრაძე. ქუთაისში გელათი. დიდი რამეა რა, ქუთაისში არის დიდი რამე. ეს ბაზარი რამდენი წლისაა? ეს საუკუნე. საუკუნე? საუკუნე რაც ფუნქციონირებს. ესა ისტორიული ბაზარი. გარეთ როაც გახვალ ახლა კედელზე არის ძველი. ველოდები რომ მზე ჩავიდეს რომ კარგად გადავიღო დროებით. მაგია ყველაზე ისტორიული ბაზარი. დაიკარგა. ვიცი, ნათხოვნა, ყველას მიყოვა. ამიტომ ვაჩერებ. ვერცე იყო. ვიღები ქუთაისს. მე დავიჭი. მაგას უნდა ბრალი მაგიდა და კაიჭია და კაიჭაბუდება. რო იცი გონი. გასაკობოდა და ხიანი აქ წაიზე მაგას. მაგას ბრალი მაგიდა.
ანუ ხვალ მაგიდით მოვიდე? ხვალ მაგიდით მოვიდე. მაგიდა გვაქვს ჩვენ. ურბანი და შედა თუ შეგახედე დასასრულს. წამითაც რომ გახვიდე და დატოვო. უკან მოუხედავად, წამით რომ შემოვიდეს უკვე მონატრებული ეგებოდა ესეთი ხალხი. კი ბატონო. არც ერთი. მის ვინახავს ხო არ შეგიშ? არა ქართული. შევაჩეროთ გადაღება. კარგია. არა ფოტოგენური პიროვნება ვარ და მე. რატომ რასი ახლა კაი ხალხი, პატიოსანი ხალხი, ვინც საღათ აზროვნებს. დიდება უფალ. აგერ. რა თემაზია რა მე იგი ბლოგერებიო. ქუთაისი აღარ მამაქალაქი მთელი საქართველოსი და რა ტალანტების აკადემია დაიწყე პირველი სკოლიდან და რა იმდენი თაობაა გაზილი გალაქტიონია ბოლო-ბოლო არკმა რა ყველასთვის ერთი ადამიანები, მეორე წესი და ადათი და კაცმოყარეობა და სტუმართმოყარეობა თუ გინდა კიდე ჩამოვა ვინე მასპინძელი ხარ და ჩახვალ და კიდე მასპინძელი ხარ აბა რა ქუთაისლობა იგი აბა სადაც ვარ ნაყოფი რაღაცა ოპა შემევიდე კაცი აბა მითხარით რა თემაზეა საუბარი უთხარით თქვენ უთხარით გოჩა რა არიცი მეკითხებიან რა სად შეიძლება და პური რო გეჭამაი და კურს რო ქუთაისში ვალოდიას არ ქეიფობდი ვალოდიასთან ქეიფობდით და ავდიოდით კურსებში ჩtildeში ოჰო ეხლა სად არის არის კიდე კურსები ჩtildeს აღარა მიწასთან აგასრე არა შეჭე აი ხა სტუმარი რო ჩამოვედი სად წავიდე ძიძველი რა წამოცა შენთან შემოვიდა იმას მიგდა შვილას ვიცავარ თუ არ მიგიღო ქუთაისში ყველაფერი არის ერთმანეთის გვერდში დგომით და არავითარი გამორჩენა ამ დუხჭერ ცხოვრებაში სწორად მოაზროვნე ადამიანი ვინც არის ერთ-ერთი ეს კალბატონი სამი რამ რაც ქუთაის მსოფლიოსგან გამოარჩევს ერთ სიტყვი ფაქტს რომ ქუთაისი არის ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი კი ბატონო ერთ სიტყვი რომ ადამიანური ურთიერთობები რომელიც შეიძლება ყველა ფეხის ნაბიჯზე წააწყდა ქუთაისში თუნდაც სადაც ჩვენ წეგან ვიყავით ტაქსის ძღოლთან ურთიერთობა მერე ბაზარში ურთიერთობა გუშინ თავადაც ჩვენ თვითონაც ნახე ამ ურთიერთობებს ძალიან უფრთხილდებიან ადამიანები მიუხედავად შეიძლება რაც არ უნდა პოლარიზებული გარემო იყოს ირგვლივ რაღაცა თემის ირგვლივ რაღაც ნებისმიერი რამის ირგვლივ ქუთაისში მაინც ცდილობენ ადამიანები რომ ეს ურთიერთობები ერთმანეთთან შეინარჩუნონ და მესამე ამბავი მინდა თქვა რაც გამოარჩევს ქუთაისს ეს არის მრავალფეროვნებაში თანაცხოვრება იმიტომ რომ ამ ქალაქს ისტორიულად მოსდევს რომ აქ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები ქუთაისში ცხოვრობდნენ ქართველებთან ერთად და ეს საერთოდ არ ქმნიდა რაიმე სახის დისკომფორტს და შევპირდი რომ სუფრით მოვალ მეთქი პურმარილით მეთქი და აი ახლა ვაპირებთ ვიყიდო და მივიდეთ ცოტა ხაჭაპური მინდა, ცოტა ლობიანი მინდა, ცოტა კარტოფილი მინდა. ორი. ყველაფერი მინდა. არა რაღაცას მიდე. ეხო ხარ კარგი. აგათი ყავი შენგენაც. რამდენი გრადუსი? ბაზარში მიყვები რომ ჭაჭა ვიყიდო. 2 ლიტრად დავიწყო შე. საჩუქრად მიგვაქვს არაყი და ხო კი, გაგასინჯებ ჩვენო. გასინჯო. ისედაც მოუწევს ამას კარგად გასინჯო და აი არაყი არაყი შედავაზე ბროდეულისვე ვის ქართველები არა მადლობა ბროწეულის წვენისა აი 3 ცალი მოგვეცი მაშინ ანუ 4 აი რა გამოგახვა ოჰო რა მოვედი პურმარილი სიტყვა ხო თქვი მოვედი ცალია დასალება ცალია მე პრობლემა შეიძლება აი რა გამოარჩევს ყველაზე მეტად ქუთაისს ანეკდოტები აბა რა ანეკდოტები მოგვიყევით 1-2 აი ვითხარით 1-2 მე კაი მაგია ვიცი და რატო არის აბა არ გამოარჩევს ესე იგი
ვიკენდია საკაბაბე, რომელიც ვიკენდია შეიძლება ბევრ ვიდეოში გაქვთ ნახე, მაგრამ ჩვენ ისე ვერ გავივლით, რომ ვიკენდიაში არ. ხო, აუცილებლად ახლა იქ პასპორტში უნდა ჩაერტყას ბეჭედი. აფთიაქიც არის, ხო? აფთიაქი, მეოთხე აფთიაქი, რომელშიც დღესაც მზადდება წამლები და გარდა ამისა, ხო, ჩვენ ქალაქია ქუთაისი, რომელშიც ოპერა დღემდე ფუნქციონირებს, გვაქვს თეატრი და აი, მოკლედ, ბევრი გეგმები გვაქვს, დრო არ დავყავოთ. ანდეგრაუნდი და მთელი ბაზარი ამოვწუროთ და წავედით უკვე გავაგრძელებთ გეგმები. ხო, პანო კოლხეთი ბარელიეფი, რომელიც 1985 წელს დასრულდა, 5 წელი კეთდებოდა. და ერთგვარი საქართველოს ისტორია არის გამოსახული, მეფე აიეტიდან იწყება, ოქროს საწმისი და სრულდება იმით, რომ რეალური ადამიანების ბარელიეფი არის უკვე ბოლოში გამოსახული. თითქოს ქუთაისმა შთანთქაო ეს ბარელიეფი, იმიტომ რომ ბევრი არ აქცევს ყურადღებას, რამდენად მნიშვნელოვანია ესო და ტურისტებში უფრო იწვევს ეს აღფრთოვანებას, რომ ძალიან საინტერესო პანორამა და სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობაა. ქუთაისში ისე ერჩაული ქუთაის, რომ ვიკენდი არ მოვინახულოთ. რა თქმა უნდა. ჩემი ოცნება ხდება მართლა. აი, გამარჯობა. ფეხსად გახარო ხონდ რა. განსაკუთრებულ შემთხვევებში არის მარტო პატარა თალკე ოთახი, სადაც ძალიან ცუდად ხარ უნდა ჩამოვიდე. გამოწოდე 3. 3 ორიანი. 2 ლუდით, 1 ლიმონადით. მე გაჩემო გარს. in class. წარეზე არ აქვს პრობლემა? პური. ჯერ პირველ რიგში, როგორც წესი და რიგია, საწებელი უნდა გავსინჯო. სად მასე სწრაფად მოუწოდებიათ საჭმელი? შემოხვედი და ხარდა და სამას. მე ვარ ვარლამ ფესტვენიძე, ცხოვრობ ქუთაისში. ვარ პროფესიით ფოტოგრაფი, თეატრის რეჟისორი. მუშაობ ქალაქის დასუფთავების სამსახურში. უკვე 5 წელია. დამომწოს ეს სამსახური, იმიტომ რომ თან ქალაქს ვაფსუფთავებ და თან სიამოვნებს აი დილით რო გამოვდივარ და ჩემ ქალაქის დასუფთავებაში ვიღებ მონაწილეობას. გრძელდება ამ ქალაქის არსებობა, მოდის უძველესიდან მოდის. აი ეს ნიჭიერი ხალხი, რომელიც თბილისში და საზღვარგარეთ მიდიან ქუთაისიდან. საწუხაროდ რომ მიდიან სამწუხაროა. თუმცა ეს ქუთაისი იძლევა ამ საშუალებებს, ამ რესურსს. ქუთაისი ყველაზე ლამაზი და მშვენიერი მე მგონია არის მაისში. მაისში, როცა კარგი ამინდიარი თან პლუს. ეს ჩვენი მეგობარიც უგა. მოცუ. თეთრი ხიდი არის ჩემთვის დამაკავშირებელი, აი ჩემსა და ქალაქის კულტურას შორის, აი ბევრ რაღაცებს შორის დამაკავშირებელი, არა მარტო ხიდი, არამედ დამაკავშირებელი რაღაც შინაგანი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც არის და ეს თეთრი ხიდი მე ვფიქრობ ქუთაისის სავიზიტო ბარათია და რაღაცნაირი მდგომარეობაა. აი ჩემი სამუშაოს პროცესში ერთხელ ახლა ის ბიჭი სწავლობდა უნივერსიტეტში სწავლობდა და ეს ჯგუფი იყო რაღაც ჟურნალისტების, ახალგაზრდების, აი ისინი იყვნენ ერთხელ თვითონ მუშაობის პროცესში მოსულები. და აი მეორე თქვენ ახართ რომელიც იგი და
ხო ეს ახალგაზრდები და აი თქვენ და ადგილობრივ ტელევიზიებს ნგენს ეზარებათ ახლა დილას ადგომა და რაღაცეები და აი მე რო იყოს ცოტა 11 საათისთვის ალბათ მოვლენ უფრო ხო ნაგვის დაყრა საერთოდ არის ეს უბრალოდ ნაგვის დაყრა არ არის ეს არის ფსიქოლოგიური რაღაცა კომპლექსი არის რაღაცა ამოფარება ფსევდოობა არის კიდე კომპლექსი არის რაღაცა დედაშვილობის იმასავითაა რომ გონი არის ამას რო აგდებს მოვა დედა და დახვეტავს და აიღებს უნდა იყოს ჩართული შენ ქალაქში არ აქვს მნიშვნელობა ამას ფიზიკურად შეძლებ ფსიქოლოგიურად სოციალურად მაგრამ რაღაცნაირად ჩართული უნდა იყოს უნდა გული შეგტკიოდეს უნდა თუ შრომა შეგიძლია უნდა იყოს ჩართული და რაც უფრო მრავლად იქნება ესეთი ახალგაზრდები ჩართულები რაღაცეებში რომ აი ამაზე ვამბობ თვითონ რომ ის რო გრძელდება ძველი ქალაქი რო არის სიძველეში თუ დარჩი და დარჩისო ფოტოგრაფია არის ჩემთვის ბუნებრივი ორგანული ნაწილი აი როგორც ჟანგბადი როგორც სიცოცხლის ნაწილი ცხოვრების ჩართულობა ესეთი რაღაცა გახდა უკვე ფოტოგრაფია ჩემთვის. ერთი თვის წინ მოხდა მე ფოტოების გამოფენა. ესეთი ფოტო გამოფენა, ესეთი სოციალური, კულტურული აქტი და ესეთი ფაქტი ქუთაისში არ მოხდა რა, ესე რომ გამოფენის მხრივ აი ფოტოები უამრავს აქვს და უამრავი ფოტოებს იღებს, მაგრამ ეს რომ სახელმწიფო გალერეაში ეს მოხდა ეს ესეთი მასშტაბი ქონდა, ეს ისტორიული მოვლენაც, აი ფოტო არის ტემპორიტმი ქალაქის მოძრაობა, სადაც აი იქ ჩავერთე ჩემი კამერით და უამრავი ფოტო ფაილები მაქვს, უამრავი. მოვღიტინე. დღე მეორე ქუთაისში სახში მოვედით. აქ ნახე რა ლამაზია. ჩვენი სახლი. ფიქრია ჩემი კურტკაც იმიტომ რომ დილით ძალიან ციოდა და ექიმნემ სადასთან ვართ იმერული დაფა ეჭხომური დაფა ეს კი ატრიალებს ჩვენ ვატრიალებს
არის ქუთაისი. გეუბნები ქუთაისის გამოარჩევს, რომ ქუთაისში მღერის ყველა 1-2-ის გარდა მოახვედრებ კადრში. ყველა მღერის, ვინც უნდა გააჩერო, ამას გააჩერებ, სხვა ვინც უნდა გააჩერო. ქუთაისში ყველა მღერის. ქუთაისი. კიდევ მიმღერო? გათბირის ქუჩა ცხოვრობს ჩემი თამახუჯა თქვენი გამარჯვების საიყოს ბიჭებო ქუთაის გაუმარჯოს ერთი ჭიქარა გვაქვს დალეული დედას გებიწებით წვენი ლიმონადი წყალი კომპოტი ქუთაისში ყველას გექნებათ ეს გრაფიტი ნანახი, სადაც ბებო აცხობს ხაჭაპურს. ხო და ისეთი ძალიან ლამაზი გრაფიტია. და ძალიან საინტერესო არის როგორი ხაჭაპური იქნებოდა რეალურად. აი როგორი გემო იქნებოდა ბებოს გამოცხობილ ხაჭაპურს ხო რაღაცა სხვანაირი გემოა. ხო და ჩვენი მიზანი არის რომ ვიპოვოთ ზუსტად ეს ბებო და ვთხოვოთ რომ გამოგვიცხოს ხაჭაპური. ხარი გაგუგუნებული დალი ბებო რომელიც ქუთაისში ყველაზე ცნობილ კედელზე არის დახატული ხელები და იქაც ხაჭაპურს აცხობს. კარგად გამოგაქვეყნებთ და ეხლა გვიმზადებს გემრიელეს ხაჭაპურს, ხაჭაპური მზადა და ჭადი ნეშოს ფოთლით. ვიდეო თუა დალი მითხარი გავარი გოგონე თქვენი ხა იმყოფებით აგროსახლში, გელათში. ძალიან ლამაზ ადგილზე, სოფელი გელათის შუაგულში. ჩვენი მიმართულება არის აგრო და გასტროტურიზმი. ჩვენთან მოსული ადამიანები ძირითადად სიამოვნებას იღებენ ქართული ტრადიციული კულტურით, გასტრონომიით, ბევრი სიყვარულით და ბევრი პოზიტიური ემოციით. ეს რახნის სახლია. ეს არის დაახლოებით 208 წლის. დაახლოებით ესე ვანგარიშობთ. პერიოდები იყო, როცა ფიქრები მქონდა, რომ აქ რა შეიძლება რომ გააკეთო, გზა არ იყო შემოსასვლელი, პირობები არ მქონდა. ეხლა რო ხედავთ, რომ ყველაფერი გვაქვს, ესე კი არ მქონდა. არაფერი არ მქონდა, საერთოდ. ღია ცის ქვეშ მიღებდით სტუმრებს. თან ბევრი დაბრკოლება გავიარეთ, აი იმდენი რომ ერთ ადამიანს კი არა, ალბათ რა ვიცი, ერთ 10 და 15-ზე ყოფა მოსაყოლათაც და იმ ემოციის გადმოსაცემათაც. მაგრამ უფრო გავძლიერდით ალბათ. მოაზუმე, აი, ამას ეხსად შეჯამ. იმერეთის მე სამეულში ხაჭაპურს ჩავსვავდი ერთ-ერთს. თითი გამოირჩევა იმერეთი და ქუთაისი მსოფლიოს გარო ესეთ ხაჭაპურს ვერსად ვერ შეჭამ. ამდენი დღეა ამას ვარკვევ და არავინ არ მითხრა ეგ. არა, არ გესრს. მოდი ახლა მოიშენჭა. აქ ხო ესეთი ამბებია და ჭადი და მთელი ის და გაახვალ გარეთ და ნახე რა. აქ ჩვენ დაკომა ველოდება. მასპინძლის შვილს ქონია იდეალური გემოვნება. აი, აქეთ ხო ეს დგას. სამწუხაროდ არ არის ვერ გავიცანით, მაგრამ
Land Rover-ი 100 და აქეთ Corvette. Აი სილამაზე. აი სილამაზე. სილამაზეზე თუ საუბრობთ, ჩვენ საოცარ ტაკომას ყოველთვის საუკეთესო საწვავი ჭირდება და საუკეთესო საწვავის ჩასხმისას დაგროვებულ ქულებს ისევ გავსტორში ხარჯავთ. ქულები შეგიძლიათ ჩაასხათ ისევ საწვავი, ან შეუკეთოთ მსოფლიოში საუკეთესო ჰოთ-დოგი. ეს არის ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე ძველი აფთიაქი. 200 წელია ამ აფთიაქში ამზადებენ წამალს. ნომერი მე-4 და ისე ვერ გაივლიდა ჩვენი ეს ეპიზოდი, რომ ეს არ გადამეღო. თქვენ ახლა იმყოფებით უძველეს აფთიაქში, რომელიც დაახლოებით 200 წლის არის და 200 წელია ასრულებს აფთიაქის ფუნქციას. გამოცადა სხვადასხვა ფორმაცია, კაპიტალისტური, სოციალისტური და ისევ კაპიტალისტურს დაუბრუნდით. ვამაყობ ამ აფთიაქით, ჩემო კარგო, იმიტომ რომ ყოველთვის ნამდვილად ეს აფთიაქი იყო სრულყოფილი აფთიაქი. 1865 წელს აშენებული პროვიზორი ბიტუშინსკის მიერ. პირველ სართულზე იყო განთავსებული აფთიაქი და მეორე სართულზე საცხოვრებელი ფართი იყო, სადაც ის ცხოვრობდა ოჯახით. აფთიაქი იმ დროისათვის იყო აღჭურვილი უახლესი ტექნიკით და მზადდებოდა წამლის ყველა ფორმა. შემდეგ კომუნისტებმა, რა თქმა უნდა, ჩამოვართვეს ეს ქონება და გადაეცა ქალაქის საკუთრებაში გადავიდა და გახდა ჩვეულებრივი ქალაქის ნომერი 4 აფთიაქი. მანამდე ერქვა ბიტუშინსკის აფთიაქი. 70 წელი იმუშავა როგორც მე-4 აფთიაქმა და ერთი რაღაც უნდა გავიხსენო, სანამ აქ მოვიდოდი სამუშაოდ, მუშაობდი საკონტროლო ანალიზურ ლაბორატორიაში და ვამოწმებდი წამლის ხარისხს იმერეთის რეგიონში. და აქ მართლა ყველაზე კარგად ვსადდებოდა წამალი, მართლა. და იმიტომაც გადმოვედი ამ აფთიაქში. დღე-დღეზე ალბათ უკვე აღარ იქნება აფთიაქი და ძალიან მტკივნეული საკითხია ჩემთვის. ძალიან გვინდა რომ შეისყიდოს რომელმა ქსელურმა აფთიაქმა, რომელიმე. რამდენად გაგვიმართლებს არ ვიცი. 1912 წელს გიმნაზისტების ფორმაში ჩაცმული სკოლის მოსწავლეები კალათებით ხელში, კალათებში იყო გვირილები, დადიოდნენ ქალაქში და არ ყიდნენ. ერთგვარი ქველმოქმედება იყო, რომ გვირილებს მიცემდნენ ადამიანებს და ადამიანები აძლევდნენ რაღაცა რის საშუალებაც ჰქონდათ. 2800 მანეთი იკრიბებოდაო, როგორც ვიცი და ეხმარებოდნენ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს და ეს ტრადიცია არ იყო მხოლოდ ქართული ფენომენი, ევროპაში ბევრ ადგილზე ტარდებოდა და მე როგორც ის ცნობილი ფრაზაში არის, რომ პარიზშიო რო შემოდიოდა მოდა ორ კვირაში მე ქუთაისში ჩდებოდაო. ზუსტად რაღაცა იგივე ამბავია, რომ ეს საქველმოქმედო ღონისძიებებიც კი იქიდან ჰქონდათ ქუთაისლებს გადაღებული და ახლა ეს ამბავი მე ნენელად დროთა განმავლობაში ქუთაის ქალაქობას დაუკავშირდა და მოკლედ 2 მაისს აღინიშნება ეს გვირილობის დღესასწაული ქუთაისში და დღესაც გამოდიან სიმბოლურად სკოლის მოსწავლეები და გვირილებს არიგებენ ქალაქში და ძალიან დიდი დღესასწაულია მოკლედ 2 მაისს ქალაქში. ძირითადად უკავშირდებოდა ამ ქველმოქმედებას და ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანების დახმარებას. პირდაპირ YouTube-ზე. მოკლედ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ჩვენ 64-ში ხართ და მე ჯერა რომ არა მხოლოდ ჩემი და ჩვენი. ლიტერატურული კლუბი არის საბავშვო, რომელიც 8 წლის წინ დაიდო ბინა ამ ქალაქში, 9, ხო, ბოდიშით. 9 წლის წინ დაიდო ბინა და დღემდე ერთადერთი სურვილი და იდეა, რაც იყო ამ წიგნების თაობის, რომ გვეკითხა წიგნები ერთად და გვესაუბრა ძალიან ბევრი და დაგვესვა ძალიან ბევრი კითხვები, ზუსტად აქ ხდება დღემდე გაუჩერებლად ყოველ შაბათ-კვირას და ყოველ კვირის სამუშაო დღეებშიც მოკლედ.
ელოდება გარდასული ახალგაზრდობა თამომწონე დაეთახმა ანდერსი. როგორც კიდე დააწერე, ნება მისცა ზიაინარმა. იქნებ თქვენი გული მოვიგო. რას ნიშნავს აბა ეს გამოთქვა? თქვენი გული მოვიგო. ხო, რაღაც ეს მოუსვენრობა სულ მქონდა, რომ როგორ მესაუბრა ბავშვებთან და რა გზა მეპოვნა ყველაზე იოლი თითქოს. თუმცა, უნდა შევთანხმდეთ, რომ მარტივი საქმე ეგ არ არის. ხო და გადასარევი ენა ვნახე ამ ბავშვებთან და დღეს საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა გვაქვს. თუ რამე საბავშვო წიგნების მეფე ვარ. თუ რამე საბავშვო წიგნი არსებობს, მართლა ყველა წაკითხული გვაქვს. ხო, არა ერთხელ სხვათა შორის რაღაც წიგნები ზეპირადაც კი ვიცი როგორ იწყება. და რო ვკითხულობ და ბავშვები რო ხედავენ რომ წიგნში არ ვიხედები და ესე ვყვები, რა მას ყველა ყველა მეც ესე ვარ ამაყად. ხო, ძალიან მიყვარს აქაურობა და ჩემი რაღაც ნაწილია, რომელსაც სახელს ვერ ვარქმევ. რაღაც საკუთარია, რასაც ვერაფერში ვერ გავცვლი და ვერაფერი ვერ ჩამინაცვლებს. ზღაპრებს ხომ შეუძლია მარტივი ენით გვითხრან სიმართლე და ის, რასაც პასუხს ვერ პოულობთ, რაზეც პასუხს ვერ პოულობთ, აი ძალიან მარტივად ერთ წინადადებაში უცებ ვიპოვით და ხშირად მიფიქრია სხვათა შორის ამ ამბავზე, რომ რაღაცა კეთილი გამხადა ამ ზღაპრებმა და წიგნებმა. უცნაურია, მაგრამ ძალიან ცვლის ადამიანს საბავშვო ლიტერატურა. ისეთი გულუბრყვილო გავხდი, ისეთი კეთილი, აი ისეთი სულ ბავშვების თვალით ვუყურებ ყველაფერს და ალბათ ამიტომაც ვუგებ ამ პატარა ადამიანებს ძალიან. დანარჩენი მსოფლიოსგან რაღაცები მქონდა თითქოს პასუხები მე შეიცვალა და მე მგონი ყოველ წელს იცვლება. მაგრამ რაღაცნაირი სახლი არის ყველასთვის. აი ხომ ზღაპრებში ხშირად წერია ხოლმე რაღაც მოგონილ ამბებში, რომ კარი შევაღეთ და დაგვდა რაღაც ცხელი ჩაი გამზადებული კექსით. რაღაც ეგეთი ამბები და ჩვენ გვაინტერესებს ნეტავ ამიტოვებულ სახლში ვინ დატოვა ეს. აი ეგეთი ქალაქია თითქოს შემოხვალ და გიღებს რაღაცნაირად შენია. თავად ურთიერთობების ქალაქიც არის, იმიტომ რომ თუ სახლია, სახლში ყველაზე დიდი ურთიერთობაა წესით. აქცენტი? ხო. ზუსტი, აი, მესამეც. ყველგან ამოგვიცნობენ, თელ მსოფლიოშიც კი, ეს არის ქუთაისელიო იტყვიან და ხშირად რომ ამბობენ იქინი აქანე, მაგი არაა ქუთაისი. არა, მაგია ქუთაისი, ხო? ქუთაისი არის, რაც ხა იქნება. ქუთაისის ეპიზოდი არაჩვეულებრივი გამოფენის გარეშე როგორ ჩაივლიდა. სწორედ ამიტომ ვესტუმრეთ მოქანდაკე გიორგი კიკვაძეს. არაჩვეულებრივ გამოფენას რაც შეეხება ფაქტიურად, ესე იგი ვალიკო მიზანდარის მოსწავლე იყო რეზო გაბრიაძე. მამა ჩემი რეზო გაბრიაძე ესენი დადიოდნენ ვალიკოსთან და მე რეზო გაბრიაძემ ფაქტიურად ვალიკო მიზანდარის ცხოვრებაზე გადაიღო ეს არაჩვეულებრივი გამოფენა და გაბრაზებულა ვალიკო რომ ჩემზე გადაუღიაო ეს კინო და გაბრაზებული იყო რაღაცნაირად. მე ვალიკო მიზანდარი დაარქვეს მიმინოში პირდაპირ სახელი და გვარი. რაღაცნაირად მოულბოთო გულიო ვალიკოსო. თვითონ ამ ვალიკოს ძალიან დიდი იუმორის გზნობა ჰქონდა და საოცარი კაცი იყო. ფაქტიურად ის ქუთაისური რაღაცეები არის გადაღებული. ის პერი რო არის, იქ ძაღლი მართლაყოლია ეს პერი. სანადიროთ იყვენ წასულები. ვალიკო და თავისი მეგობარი და მაშინ ტრანსპორტი არ იყო ასე. და სამტრედიას და ქუთაის შორის იქ იყო რაღაც ჭალები. სანადიროთ იყვნენ და იქ აჩერებდა მატარებელი ერთი წუთით. თუ მოასწრებდი შეხტომას ამ მატარებელში, თუ არა მე 15 კილომეტრი ფეხით უნდა ევლო ვალიკოს და მის მეგობარს. და ეს პერი და ანგელინა როა იქ სცენა რო არის რომ ეს ანგელინა რომ მოყავთ პერისთან და რომ უნდა შეჯვარდნენ, აი ზუსტად მატარებელი რომ მოვიდა, მაშინ მოუნდა თურმე პერის და ანგელინას შეჯვარება. რომ მიცა ისა გუდოკი გადაება ეს პერი და ანგელინა. ვალიკო აქეთ ეკაჩება
მისი მეგობარი იქეთ ეხაჩება ამ ძაღლებს. ნუ ბოლო ამან კიდე მიცა რომ მივდივარო უკეო და რა უნდა ეკნა და გაუყარეს ასე თოფი და ერთი ძაღლი აქეთ გადმოკიდებული მეორე იქით შეყარეს ასე მატარებელში და ასე ჩამოვიდნენ ქუთაისში. ასეთი სცენა იყო სინამდვილეში მაგპერის და ანგელინას მომენტი. ნუ ამ ვალიკოს ჰქონდა ცოტა უზრდელი რაღაცა ისენი, რა ქვია, ისტორიები და ცოტა ქალებთან უხერხული მოსაყოლი არის. არა, არ შეიძლება, არ გამოვა. არა, ისე მოგიყვებით რა. ამიტომ ვერ იღებ, ხო, ვერ გადაიღებ მაგ-ისეთ რაღაცას რა, ისეთი ისაა. სწავლე. ხარის ბეჭი უყარდა. პიპერანგი მე თვითონ შეუკერესავლეს. ეს ღილი იყო აი ასე. ეს ხაზი აი ასე უნდა იყოს, აი ასე. მე თვითონ შეუკერესავად. როგორ უხდებოდა, როგორ? Хорошо помню. ეს ანუ 400 წლის. ახლა ეს ხო მაგათო ვამბობ ეს ძველია ძალიან და ფაქტიურად არაფერზე არ იდგა. აი ნახეთ. სიმით არაფერი ხოლმე კანია იგი დაწელი და აა ის გადახდა ნახეთ იქეთ ფაქტიურად რას უნდა დაეკავებია თუ არა იმას რომ რამდენიმე წლის წინ დაახლოებით 15 წლის წინ აი ეს გაუკეთეს გაკეთდა და აი ამ სალოცავის მადლით დგას ჯერჯერობით ისე რომ არ იყევა. მოიდგინეთ რა ეს არის ხე შიგნით ვართ ხეში ბრანი რო არის სამკარის თამაშებში აი ეს ხე არის. სხვადასხვა მონაცემებით სეგვოია ცხოვრობს ცოცხლობს იზრდება ბერდება დაახლოებით ამბობენ 5-6000 წელი. და რადგანაც ყველაზე მეტად ეს ადგილი მოეწონა საქართველოში და არის რამდენიმე ადგილზე თბილისის ბოტანიკურ ბაღშიც არის ბათუმის ბაღშიც არის ჩვენთან მაგრამ ეს იმდენად მოეწონა ეს ადგილი რომ ამოდენა სიდიდის არსად არ არის საქართველოში და თვით ამიერკავკასიაში სეგვოია. მეხი დაეცადა მოგლიჯად ზევით წვერი 17 მეტრი აქვს მოწყვეტილი კიდე. ამიტომ ახლა ეგა კიდე 17 მეტრი ზევით. თუმცა ჩემი ფავორიტი ხე არ არის ეს ამ ბაღში მე განახეთ რომელია ჩემი ფავორიტი. მაგრამ აი ეს კორძები თითქოს რო შეხედავ თითქოს დაავადება ეს არის ნამდვილად საჰაერო ფესვებია მისი. ანუ ეს იგივე ხე არის რაც ამერიკაში. ჩრდილო ამერიკაში ძირითადად კი. სამუბედროს ეს არის რომ უკვე დაძველდა ეს შემონატანი ხეების ძირითადი რაოდენობა უკვე 200 წელს რო აღწევს ეს უკვე ნიშნავს იმას რომ თავისი განვითარების პიკი გადავლილი აქ და უკვე მიდის იქეთ სიბერისკენ და აუცილებლობას მოითხოვს უკვე რომ მოხდეს ამის განახლება. უკვე 4 დღეა რაც ქუთაისში ვცხოვრობთ. ძალიან ბევრი რაღაცა გადავიღეთ და ეხლა გავიგე რომ ქალაქში გამოჩნდა რობერტო მავანი და შეუერთდე და რაღაცა ისეთი ეგრეთ წოდებული ზაბდე გალოკები მოვიაროთ ჭამაჭამით. ოტოს აი ესეთი ამბებია. მზადდება პირველი ლოკაცია არის სახაშე. ოტოსა მოგიყვანა სახაშეში. აქ რამდენი პახმელიას დამარცხებულა. არცხელები და არანაირი კიდურები არ იყოფა ადამიანის აქ იმდენი პახმელი დამარცხება. მადლი ტრიალებს ხო? მადლი. შენი რამდენი პახმელი და დამარცხება? ბევრი. ეს მიჭირს ახლა რომ დავითვალო, მაგრამ ბევრი. პანდემიის დროსაც გავქონდა აქედან. და ეს სახში იყო კონტროლი. დრაივი. Take away, ხაში take away. ყარა ფრენს დრონს. მე აპარატურა მაქვს სახში დატოვებული და ესე ბედნიერად მუსაკმურო. მოდი. სანდომიანი თვალები. არა, სანდომიანი არა. არ შეიძლება თქვენთან ერთად წამოსულა ესეთ იმას. რატო? მე ნახევარი ნაჭერი ხაჭაპური მყარა წელი დღე და თქვენ
კაშალატები ხარ. ლუდი. ლუდი. მე ლუდით ვღებულობ ცომილს. თხევადი პური. აი, ჩემი საკო ჯობია გამოიწეროთ და მეც ცოტა შემეშვება მე და დავისვენი. ნამდვილად თქვენ გამოწერა არ დაგავიწყდეთ და ამ ამბის გაგრძელებას მავანის YouTube ეპიზოდში ვნახავთ. თქვენ კი გზას ტორპედოსკენ ვაგრძელებთ. ქუთაისზე ვიდეოს ისე როგორ გადავიღებდით, ტორპედოს თამაშზე რო არ წავსულიყავით. ახლა სტადიონის წინ ვარ და შევდივარ. მოგესალმებით პირველ რიგში ქუთაისიდან, მამაქალაქიდან, საქართველოს უძველესი ქალაქიდან. ვიმყოფებით ქუთაისის რამაზ შენგელია სახელობის სტადიონზე, სადაც თამაშობს ჩვენი საყვარელი გუნდი ქუთაისის ტორპედო. ძალიან დიდი ისტორიის მქონე, 4x საქართველოს ჩემპიონი და ყველა ქუთაისელისთვის დიდი პატივია აქვს მოსვლა. დღევანდელი თამაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თამაშია იმ გზისკენ, რასაც საქართველოს ჩემპიონობა ქვია და ჯერა რომ სამქულას მოვიყვებ და მოსული გულშემატკივარი გახარებული დაბრუნდება სახლში. სასიხარულოა რომ ამდენი ხალხი მოდის, ბავშვები, ხალბატონები, გოგონები და ეს ტრადიცია გრძელდება. ორმაისობაც მოგეხსენებათ ქუთაისისთვის სამხელავ დღესასწაულია, წელსაც ბევრი ღონისძიებები არის დაგეგმილი და გიხსოვთ შევხვდებით როგორც ყოველთვის და აღნიშნავთ თითეული უბანი, თითეული მოქალაქე. გადმომღერილი. ხო და ეგ ამბავი ისე ადმორჩებოდა და აი მიახედე ამ ხალხს. ეხლა გძელდება. და მე რუსასთან მიახედე აქეთ, აი. რა თქმა უნდა. სხვანაირად როგორ გაგძელდებოდა მირიათ. რა თქმა უნდა ხინკალი სტუდიაში. ხარი და აქ თელი ამბები იწყება. აი ხა მირიანის ვინც უყურებს და აქვს გამოწერილი და აი არა აქ იმ ხილაკისთვის ხო დაჭერილი შეგირცხეთ თავი თქვენ რა ნახეთ რა ამბები მოვაწყეთ უცებ თქვენთვის იბერეთისელია გებილორო ზმაღარო
გულისა და ლუკრის დარები ინგოს საშამენ ნიკაბაზე ეშვითა ჩამოძდით ერბოს ვარები მეხი თუ დემენცელა ამი ამ თქვენ თუ იგესრებთ რომელიმე და გაბედავთ მაგას და ამის თურებს აი იქიოს თავს ვერ გაგიგებთ არც ახანები მიღო არ იგებენ ახანები მიღო ეს მიღებს რა ინტერესი დადებს დაჩიში გაგახო ლაკატარი სიმკაც ხალი მოუდა